ზესტაფონელი პოეტი გოჩა სხილაძე გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ერთგულება მინიატურის ჟანრში გამარჯვებულია. მეორე ადგილის პრემია შემოქმედს მიენიჭა ნამუშევრისთვის ხატი. აღსანიშნავია, რომ გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსი ერთგულება მინიატურის ჟანრში 2014 წლიდან ტარდება, რომელსაც ფონდი კულტურათა დიალოგი კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ატარებს. კონკურსის სახელწოდება ერთგულება გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მინიატურის მიხედვით შეირჩა. პრემია ყოველწლიურად 3 საუკეთესო მინიატურის ავტორს გადაეცემა. ლიტერატურული კონკურსის შედეგების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წლევანდელი კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გასაგები მიზეზების გამო ვერ ჩატარდა. კონკურსი არის, ვიტყოდი იმას, გოდერძი ჩოხელის სახელობის მინიატურების კონკურსი არის, გოდერძი ჩოხელის. თქვენ იცით, გოდერძი ჩოხელი რანაირი კარგი ადამიანი იყო, რა ბრწყინვალე მწერალი იყო, რა უცნაური ბედი ჰქონდა. ხოდე მე მიხარია, რომ ამ კეთილშობილი აღარი კაცის სახელს რო უკავშირდება ეს კონკურსი. და ვფიქრობ, რომ წესიერად ჩატარდა და ატარებენ მაინც. აი, სხვა რაც ხდება ჩვენთან, არ ვიცი, ახლა ენა ვერ იტყვის. რა ხდება. როგორც სამსახურში მიღებები ისე ხდება რა ჩვენთან. როცა სკოლა დამთავრებული შეიძლება მიიღონ სკოლაში სკოლის იმანდრაგებ დირექტორად და არ მიიღონ, რა ქვია, სორბონის უნივერსიტეტი დამთავრებული მასწავლებლად. ყველა გამოსვლები ჩააბოროს, ივლის აკეთი დარეკავს ვიღაცა პეტრე, იმას მიიღებენ ეს დარჩება იმის დამლაგებლად. ეს არის საქართველო. ამას არ უშველა არც თავრობის შეცვლა, არც არ უშველის არასდროს. აი ესეთ რუდეს სარკებიან ქვეყანაში ცხოვრობთ ჩვენ. ამას ვიტყვი ყოველთვის. იმიტომ რომ ასეა. თუ არ ვიტყვი მაშინ რას ვაკეთებ, არისთვის წერ. მოვიტყუო და ვიძახო, ყველაფერი კაია, ყველაფერი სწორია. უკუღმა არის და რაღაცნაირად უნდა გამობრუნდეს წაღმა. უნდა ვეცადოთ. ჩემი განწყობილი სრულად ჩანს. იმიტომ რომ თავისუფალი ვარ, ისედაც თავისუფალი ვარ. არასოდეს არ მალამის, რაც ვარ. ეს არის ასეთ ამბავზე, რომ მე მოვდიოდი ბიბლიოთეკაში, შემომეყარა ადამიანი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც რაღაცა სულიერად ვერ უნდა ყოფილიყო რა და მაჩვენა ეს რა პატარა ხატითა ესეთი რაღაც მაჩვენა და მე ვუნებოდა რომ ის ხელოსანი სად არის, ტყავის ხელოსანი სად არისო, რა თქმა უნდა. ამას ტყავი უნდა შემოაკრა გარშემო რაცხას მე ვუნებოდა. ვერ გავიგე ახლა, იმიტომ ამ ხელა რაცხა ხაკალიც რა ტყა უნდა შემოეკრა და რო შემოეკრა ეს აღარ გამოჩნდებოდა რა ქვია. ეს ლოცვა და ეს პატარა რაღაც ასვეთ. მივხვდი რომ ვერ იყო რა. ხო და მე სად არის სახელს უთხარი, მაგრამ ვერ გაიგო, მიყურებს, ვერ გებულობს, აი რას ვეუბნები და მე წამოვედი და დამჯიქი ესე ბიბლიოთეკაში ახლა მე საწავიდოდი, კვირა იყო, შეფოთ კვირა იყო და მე განვიცადე ეს ძალიან რომ არ მივიყვანე, აქვე იყო ახლოში, მაგრამ იმან ვერ გაიგო რომ უთხარი და განვიცადე ეს და დავწერე მე რაღაცა ამაზე, პატარა მინიატურა სახით. დავარქვი ხატი და გაიმარჯვა. სიყოდეს.